მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში კი გამთენიისას ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა და საარჩევნო მასალა გაიტაცა. მოგვიანებით პოლიციამ საარჩევნო სიები და ბიულეტენები უკვე მიმდებარე ტყეში იპოვა და საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცა. პაატა ლაგვილავა ისაუბრებს ამ თემაზე პირდაპირ ეთერში. პაატა, აღდგა თუ არა საარჩევნო პროცესი დოშაყეში? მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში მომხდარი ინციდენტის გამო მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მოგვიანებით დაიწყო. კონკრეტულად 11-ის ნახევრისთვის მიიღეს პირველი ამომრჩეველი დოშაყეს უბანზე. რაც შეეხება ინციდენტს, გამთენიისას დილის 6 საათზე ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა მე-16 უბანში მარტვილში. მათ გაიტაცეს საარჩევნო სია, ასევე გაიტაცეს საარჩევნო ინვენტარი და ამის შემდეგ უკვე პოლიცია ჩაერთო საქმეში. მიმდებარე ტერიტორიაზე მარტვილის ტყეში ნახეს ეს საარჩევნო სია და ბიულეტენები და დააბრუნეს ადმინისტრაციაში და სწორედ ამის შემდეგ შეძლეს რომ განეახლებინათ მარტვილში საარჩევნო პროცესი. მომხდარზე საქმე აღძრულია მარტვილის პოლიციაში. კენჭისხრა დაიწყო, ხალხი ნელ-ნელა მოდის არჩევნებზე. დღის მეორე ნახევარში ველოდებით უფრო პრობლემა ჯერ არა ახლა რაც დაიწყო. 6-8 სადღაც 15-20 წუთი ისე ღია გათენებულზე მოვიდა ვიღაც კაცი და უთხრა რომ კომისიის წევრი ვარ და გამიღი კარი დაცვის პოლიციას. გაუღო კარი, აღმოჩნდა ორი ნიღბიანი შეიარაღებული და აყაჩაღეს და არტყეს. მე როგორც მე ვიცი დაცვის პოლიციელს გაიტაცეს ბიულეტენები დალუქული. ეს იპოვეს ხევში აქედან დაახლოებით 300 მეტრში. რაც შეეხება მეორე ინციდენტს, რომელიც სამეგრელოში მოხდა, კონკრეტულად ანაკლიაში 32 უბანზე, სადაც გოგიტ აბულაძის დედამ დაარბია საარჩევნო უბანი. ამ ინციდენტს უკვე გამოეხმაურნენ როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე ქართულ ოცნებაში. გამგებლობის კანდიდატი ზუგდიდის თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მოაწყო ქართულმა ოცნებამ, რადგან ანაკლიას ნაციონალური მოძრაობა იგებდა. ამის საპასუხოდ მისმა ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაიამ განაცხადა, რომ ისინი ყველა მონაცემებით იგებენ არჩევნებს და არ ჭირდებოდათ პროვოკაციაზე წასვლა. რაც შეეხება თვითონ ამ უბანთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩვენთან საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ და ის აცხადებს, რომ იქ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. 77 ზუგდიდის 32 საარჩევნო უბანში კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, იმიტომ რომ იქ უთესფრიანობა დარღვეული იქნა და ამიტომ ჩაშლილი არჩევნები. განხილვის საკითხია და შემდგომ ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება რა დროს ჩატარდება იქ არჩევნები. იცოდნენ ქართული ოცნებას. ზუგდიდში წაგებული ჰქონდა არჩევნები, მით უმეტეს ანაკლიაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რეიტინგი, ასე ვთქვათ, წინა არჩევნებზე სადღაც 75%-მდე ჰქონდა და ამის გამო ზუსტად ის უბანი ჩაშალეს და არ ვიცი, მე უნებიან რომ მეორე უბანზეც მედიან, ასე ვთქვათ, ჩაშალება და ნუ ეს ახლა ამათი დავალებით, ამათი ასე ვთქვათ, ააგორეს ის ყველაფერი იმისათვის, რომ აჭირებული ხალხი გამოეყენებინა თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. ყველანაირი კვლევებით არის გარკვეული, რომ ქართული ოცნება ლიდერობს ზუგდიდში და სრულიად საქართველოში. მე მინდა უთხრა ჩემს ოპონენტს, რომ ეს თუ ვიზიტაც არის იმ ოჯახის შეურაცხყოფა, ეს არ არის დაკარგული 2012 წლის მერე, ეს პიროვნება არის 2008 წლის მერე დაკარგული და არავინ არ იყენებს ამ ოჯახს არანაირი პროვოკაციისთვის და არანაირი შაშლისთვის. ანაკლიაში მომხდარ ინციდენტზე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, თუმცა მან აღნიშნა, რომ ამ ინციდენტს არ იცნობს და ვერ გააკეთებს კომენტარს. ირაკლი ალასანია დღეს ზუგდიდში მე-10 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანზე იმყოფებოდა. სწორედ აქ მისცა ირაკლი ალასანიამ ხმა. შეგახსენებთ, რომ ალასანია 2012 წლის აგვისტოს შემდეგ ზუგდიდშია მიწერილი და ეს არის მესამე არჩევნები, როდესაც თავდაცვის მინისტრი ზუგდიდში აძლევს ხმას. ზუგდიდს ჩემ ქალაქს ექნება მეტი შესაძლებლობა საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახელმწიფოების საკითხებზე აიღოს თავის ხელში. ანუ ზუგდიდელების ბედს გადაწყვეტავს ზუგდიდის მიერ არჩეული მერი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ბუნებრივია ირაკლის დაუჭირე მხარე ჩვენი კოალიციის კანდიდატს, არა იმიტომ რომ ირაკლი ქვია,
იმიტომ რომ მას ალბათ აქვს ის თვისებები, რომელიც გამოადგება ქალაქს და ასევე მინდა მას უთხრა, რომ იქნები ძალიან მომთხოვნი ამორჩეველი. ზუგდიდში ორი საგანგებო პრესკონფერენცია ჩაანიშნული არის, კონკრეტულად ქართული ოცნება რამდენიმე წუთში ჩაატარებს საგანგებო პრესკონფერენციას, ასევე 3:30-ზე დაგეგმილია ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია. თუ რაზე იქნება საუბარი, ამას უკვე ჩვენს შემდეგ გამოშვებაში შეგატყობინებთ. დიდი მადლობა პაატა.